მეგობრებო, თუ თქვენ როდესმე მონეტა დაკარგეთ, არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ის მინდა გითხრათ საიმედო ხელში ინახება. მინდა რომ დღეს მივესალმოთ ჩვენ სტუმარს, მონეტების შემგროვებელს საბა სუთიძეს. მოგზანდით პატივცემულო ნუმიზმატო, გამარჯობათ, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. დაბრძანდით, როგორ ხასიათზე ხართ, როგორ ახართ? რამე ახალი მონეტა ხომ არ გიპოვნიათ? კი. კარგი, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. საიდან ჩამობრძანდით თქვენ პატივცემულო? ბორჯომით. შესანიშნავი მხარე, შესანიშნავი კუთხე. მე ყვიბისში ვიყავი ხოლმე ძალიან ხშირად და ძალიან მიყვარს მაკაურობა. მინდა გითხრათ. კარგი, ეს გახლავთ პატივცემულო საზოგადოებაო, საბას კოლექციის ძალიან პატარა ნაწილი, ხომ ასეა? დიახ. კი ბატონო, სულ რამდენი გაქვს? 1000-ზე მეტი. 1000-ზე მეტი მონეტა, რა მაგარია. და როგორ გახდი ნუმიზმატი? აი როგორ გადაწყვიტე? რომ აი მე უნდა ვიყო ნუმიზმატი და მონეტების შეგროვებით. თავდაპირველად მეგობრებთან ერთად მივდიოდი, უბრალოდ ესე გზაში და გზაში შემხვდა ვიპოვე 20 კაპიკიანი საბჭოთა კავშირის. კი ბატონო. და დავინტერესდი და მოვიძიე ინფორმაცია მაგ მონეტაზე და მომეწონა ძალიან და დავიწყე შეგროვება ამით გამომდინარე. გასაგებია? სხვათა შორის, პატივცემულო საზოგადოება მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. ბავშვი თუ თავ დახრილი დადის, არ გეგონოთ რომ რამე ჭირს, იქნება მონეტას ეძებს, მონეტას პატივცემულო. ძველი ფულის პოვნა ძალიან კარგი რაღაცა არის. მე სიმართლე გითხრა, ახალი მირჩევნია. თანამედროვეები უფრო მეტად მომწონს. მაგრამ რა ვიცი, რაღაცა გამოყენება უფრო ადვილი არის თან. ახლები გააქვს? კი, თანამედროვე მონეტებიც აქვს. რა მონეტები გაქვს მითხარი, რომელია შენთვის ყველაზე ძვირფასი? და ამაყო. ჩემ კოლექციაში. ხო. თამარ მეფის მონეტა. თამარ მეფის მონეტა? აქ ხო არა გვაქვს? ანუ ეს არის ის მონეტა, რომელსაც ამბობთ? ეს არის თამარ მეფის, კი. კი ბატონო, და ეს ახლა ითვლება რომ არის კარგ მდგომარეობაში? დიახ. რა შესანიშნავია. და როგორ ვიგებთ რომ თამარ მეფის არის? რამე აქვს ზემოდან ან დამღან რაღაც? ტალღი დარტყმ როგორ ვიგებთ? ეგ იკვლევენ ჯერ წესით დარიგით და მე იქიდან ხო, მოკლედ ეს უნდა იცოდე რა, რომ ეს არის თამარ მეფის მონეტა და აღარ უნდა ამდენი საუბარი. დამღა აქვს, ხო ასეა? კი ბატონო, ეს არის ყველაზე ფასეული მონეტა. კი, წესით კი. ხო, კიდევ რომელი გვაქვს აი ესეთი, რომელიც საამაყო არის კოლექციაში? ესაა რუსუდან მეფის მონეტა, თამარ მეფის შვილის მონეტა. აი პირველი რომელი გქონდა, ჯერ ეს თუ ის? ჯერ ეს გქონდა. ხო, კიდე რა გვაქვს მითხარი? ეს რუსუდანის, ის თამარის. კიდე? ესაა მე-12 საუკუნის. ეს მე-12 საუკუნეა. ისიც მე-12. ესეც მე-12. ის აი ეს რა არის? ეს რუსეთის იმპერია 1815 წელს. 1815 წელს. ესენი ეს ვერცხლის ნიკოლოზის მონეტა. ვერცხლია? კი, სულ 1902 წელს. შესანიშნავი ამბავი. ეს არის რომის იმპერია მე-4 საუკუნის. ეხლა მე რა მინდა? კონსტანტინე პირველის. ეს რომის იმპერიისო? კი, კონსტანტინე პირველის. რას ლაპარაკობ, რას? ანუ, აი ხა მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიკოლოზის დროინდელი მონეტა ვერცხლის არის, აქ ხო უფრო ფასეული მაგალითად ეს მონეტა არის, გვერდით რომელთა და ან თუნდაც ეს მონეტა. ხო? აი ისეთი მონეტა თუ არის კიდე ძალიან განსხვავებული და ძალიან აი ესეთი იშვიათი. იშვიათი? ეს არის ალექსანდრე პირველის მონეტა, სულთა ვერცხლია. ეს ვერცხლის არის? კი, 1818 წლისა. შესანიშნავი. აჰა. ზედ აწერია ადრე ესეთი 4 ცალი ვერცხლის მონეტა უდრიდა ოქროს. 4 ცალი იყო, 1 ოქრო, ხო? ხო. შესანიშნავი ამბავი. იცვლებოდა ოქროში. კარგი, ამას მე წავიღებ. არა. ხო. კარგი, რომაული მონეტა ვნახეთ. აქ ყოფილა რამა ძალიან და ბერძნულიც ხო არა გვაქვს რამე? კი. აბა? სელევკიდები ანტიოქე მესამის მონეტა, ესა ძველი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნის. მე ვიცით რა მეგონა, რომ რაღაცნაირად კი იცის ადამიანმა რაღაცეები, მაგრამ ასეთ თუ იცოდა და ასეთ კოლექციასთან გვექნებოდა საქმე, ნამდვილად არ მეგონა. ხუხარი აპლოდისმენტების ღირსია ყოველივე ეს. იცი რა არის? აი ხა ვაკვირდები და რაღაცით გავართ შენ და მე ერთმანეთს.
ოღონდ მაინც პატარა განსხვავება არის. შენ ფულის შეგროვება გიყვარს და მე ხარჯვა. ხო. და რა ვიცი, რომელი ჯობია. აი, იცი რა არის? შეგროვება ჯობია შემიძლია. აი, ამაზე დავფიქრდი ახლა მე. ნუმიზმატისტვის ძალიან რთული საქმე არის, რომ ვინმეს აჩუქოს მონეტა, რომელიც სიმწრით აქვს ნაშოვნი და შენ აჩუქებდი შენ ვინმეს მაგალითად მონეტას. როდის შუქნიან? როდესაც უბრალოდ მოწონთ მეორე ადამიანი და პატივისცემის ნიშნად თუ აი მაგალითად ორი ცალი მაქვს და გაჩუქებ თუ როგორ არის? ორივე შემთხვევაში. ხდება ხოლმე ასე? ზვირია ამ საქმით როდესაც ხარ დაკავებული? ბევრი უნდა იხადო რაღაცებში. აბა თუ შეგროვება უნდა იყიდო მონეტები და ეგრე შეაგროვდა. ხო, სახე იცით როგორი ქონდა, ხო, ზვირია განსა უმუშე. ხო, ძირს ამას ვერ იპოვე ახლა. გესმით? ისე კი არ არის საქმე. აი, კუპიურები უფრო მეტად ფასეულია თუ მონეტები? მონეტები, ძირისადად მონეტები. ხო, ძველია უფრო და იქიდან გამომდინარე. ხო, აქ თუ ეს ვერ შეინახება, ქაღალდის ფული მეორე საუკუნე ვერ შეინახება. რა თქმა უნდა. აქ რომელია ყველაზე ფასეული თუ გვაქვს? ეს ყველაზე ძველი და ეს წესით ყველაზე ფასეულია, იმიტომ რომ ადრე ეს ქაღალდის ფული ოქროში იცვლებოდა. ესენი რა არის? ეს სამანეთიანია, ბილეთია 1905 წლის და ეს ჩემ კოლექციაში კუპიურა ყველაზე ძველი მაქვს. 1898 წლის. 1898 წლის. აი, ასეთი ამბები არის. ნუმიზმატიკის გარდა რითი ხარ დაკავებული ცხოვრებაში, ახლა სხვა რაღაცებზეც ვისაუბროთ. სკოლაში დადიხარ? კიდევ. იქ საყვარელი საგანი ნუმიზმატიკა არ იქნება, თორე ალბათ ეგ გეყვარებოდა ყველაზე. ისტორია? ისტორია მომწონს, ისტი, კომპიუტერები. მომწონს ყველა საგანი, რომელშიც ვერკვევი კარგად. და რომ ამაში არ ჩამოთვალე, ამაში კარგად ერკვევი. კი. მე ისიც ვიცი, რომ ცხოველები გიყვარს. კი. ყავს შინაური ცხოველები? კი, მყავს, ზაზუნები მყავს. ზაზუნები, ძალიან მაგარია. რა ქვიათ? ორია? ორი მყავს, კი. რა ქვიათ? ზირდაც პლიპს უძახი ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან პატარაა ერთი და მაგის გამომდინარე შევარქვის პლიპ. ძალიან პატარა. სპლიყვი. არის ზაზუნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპლიყვს ძალიან ხო ასე არის ხოლმე, რომ მულტფილმებში ასე არის, რომ ყოველთვის სპილოს ეშინია თაგვის, ხო? ვითომ ხურთუმშა. სპლიყვი დაარქვა. ნუ ფაქტიურად ესე კი რაღაცა წონასწორობა დავიკავე და მეორეს რა ქვია? მეორესაც იგივე სახელი ძირითადად. სპლიყვი 1, სპლიყვი 2. როგორ ისმის? სპლიყვი 1, სპლიყვი 2. კარგი. რა შვებიან ხოლმე? თხილებს აჭმევ? რას ყველაფერი ბოსტანეულს ვაჭმევ, თავის საჭმელს ვაჭმევ და თხილი და ყველა ნუში და გარეთაც ჰაერზე გაკავს ასე. ჩემზე უკეთეს პირობებში ყოფილა პრინციპში და შესანიშნავად. ზაზუნად რო გადმოვიდა შენთან გინდა? ბორჯომში ჰაერზე შესანიშნავად. ისეთ მადაზე ვიქნები რაღაცა თხილს მაჭმევენ, ბოსტნეული მექნება. რა ჯობია მაგას კაცო და თან ჩემ ბორჯომსაც ვნახავ. გიყვარს ჭამა? კი. აბა რა გიყვარს მითხარი ყველაზე მეტად. ბებიას გაკეთებული, აი მე გრული ხარჩო ხომთან ერთად, სულ ხარჩო, ჩიხი, ნუ ყველაფერი კაია ბებოს გაკეთებული რა. ბებოს გაკეთებული, ბებო აქ ხარ არის, ხარ წამოსული. კი, აქ არის. აბა ბებო. აი გამარჯობათ ბებო. გამარჯობათ. ოჩახტ ეს ყველაფერი თქვენზე, თქვენს ეს ჩამოთ, თქვენ უკეთებთ ასეთ საჭმელებს? დიახ. გამოგდით ხელიდან ასეთი და ტაში არის მის კაცო, ეს როგორ შეიძლება ასე იყოს? ბებოს გარდა ვინ არის მოსული? დედა და ჩემი ნუმიზმატი მეგობარი. მოდით შეგეკითხებით, კვებასთან დაკავშირებით გავიგეთ, თქვენ არა და ბები ააკეთებს საჭმელს სახლში. კი, რა თქმა უნდა. თქვენ არ აკეთებთ არაფერს, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბებიას კონკურენციას ვერ უწევს. უფრო კარგი ხელი აქვს ბევრად. კარგი. გატაცებასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება, როგორი დამოკიდებულება? თქვენ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ეს გაგრძელდეს მოკლედ. არ, პირიქით. კარგი, რა ქვია ნუმიზმატ მეგობარს? ვალერი. სად დამეგობრდით? ბორჯომში იყო დასასვენებლად ჩამოსული და გავიცანი და რომ ანუ მკითხე და ეგეც აგროვებდა მონეტებს და ესე გავიცანით ერთმანეთი. გასაგებია, ესე დაგქონდა ეს რომ მონეტები მაქვს, ვინმე ხო არ აგროვებ? არა, ეგრე არ და. აბა როგორ პოულობენ ხოლმე ნუმიზმატები ერთმანეთს? ბატონო ვალერი, თქვენ როგორ მოხდა? დავმეგობრდით ესე სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და გამოვხატეთ საერთო ინტერესი. შესანიშნავი ამბავია. რაზე ოცნებობ? მითხარი. მოგზაური მინდა გავხდი და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაური. ხო, და იქაც ალბათ მონეტები უნდა აგროვო. ხო? ასე იქნება. წესით სადაც წავალ იქაურ ფულს ჩამოვიტან და მაგასაც შევაგროვებ. კი ბატონო, მე წარსულში რო იმოძრავო და ძველი მონეტები აგროვო, რა მაგარი იქნება? კი. რამე აი ესეთი მონეტა ხომ არ გაქვს, რომელიც აი ძალიან სანატრელია შენთვის და გინდა? კოლხური თეთრი მინდა მე ყველაზე მეტად.
პირველი ქართული ფულია. კი, ნამდვილად ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის არის. ხო, ეგ გინდა რომ გქონდეს შენ? კი, ჩემ კოლექციას მოუხდება. ნამდვილად მოუხდებოდა. კი. მინდა გითხრა რომ ბატონი ვალერი აქ ტყუილად არ მოსულა, იცი შე? ბატონი ვალერი ხო მართალია? მობრძანდით სცენაზე თუ შეგიძლიათ? რასაც მიფიქრობ ალბათ? არ ვიცი შენ რას ფიქრობ, მაგრამ ბატონი ვალერი ისე გულით უნდოდა რომ აი ასეთი საჩუქარი შენ ეს არის კოლხური თეთრი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმისთვის რომ შეუსრულეთ ასეთი სანატრელი რამ რომ შეუსრულეთ და ასეთი მონეტა უძღვენით მას. დიდი მადლობა ბატონ ვალერი. მადლობა, ძალიან გამეხარდა. ხედავ როგორი ამბავი არის? ჯერ კიდე სიზმარი მგონია. სიზმარი არ არის ნამდვილად, ეს არის რა გადაცემა თუ იცი შენ? პატარების დიდი შოუ. ჩვენ რა შემიძლია გითხრა ახლა? ჩვენ კოლხური თეთრი არ შეგვიძლია გაჩუქოთ, მაგრამ უსაჩუქროთ ნამდვილად არ გაგიშვებთ. მოდით პირველი პერსონაჟი მოვიწვიოთ სცენაზე, რომელსაც ფაგიო ქვია, რომელიც ჩვენთან მობრძანდება. საბა, ეს არის ფაგების ნაკრები, ეს იმისთვის არის სპეციალურად, შეგნით საინტერესო რაღაცები, რომ არასდროს გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. მადლობა დიდი. დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა მოვიწვიოთ ლოკომოკოს ლომი. აი, საჩუქარი ლოკომოკოს ლომისგანაც. მადლობა. შევახსენოთ ყველას, რომ ჩვენთან ერთად სტუმრად დღეს იმყოფებოდა ნუმიზმატი ოქროს ადამიანი საბა სუთიძე. აპლოდისმენტები მას. წარმატება მის საქმიანობაში და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვალერის, რომელმაც აი ესეთი შესანიშნავი სანუკვარი საჩუქარი მოუტანა ჩვენ საბას. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ.